ეს კურორტი დაახლოებით 30 წელზე მეტია უკვე გაჩანაგებულია, ასე ვთქვათ. ჩამოსულია ჩინური საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენელი, სერიოზული საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენელი. ეს არის იმის შედეგი, ჩვენ ჩინეთში ვიყავით გუბერნატორთან ერთად. აი იმ ფორმატის ფარგლებში არიან ჩამოსული, იქაც იყო ამაზე საუბარი და ზუსტად ახლა იმ შეხვედრას მოყვა და იქ გაფორმებულ მემორანდუმს მოყვა მათი ვიზიტი, რომელიც ითვალისწინებს აი ამის სრულ რეაბილიტაციას. ჩვენ ახლა გავიარეთ დღეს დეტალები აქ უკვე ადგილზე ამ კონკრეტულ მენჯზე გასაფორმებელი მემორანდუმის დეტალები გავიარეთ, რომელსაც ამ კვირის ბოლოს მოეწერება უკვე ხელი და უკვე დიდი ხელშეკრულების გაფორმება მოყვება ამას, რომელიც უკვე ეკონომიკის სამინისტროს ქვემდებარია და ითვალისწინებს მთლიანად სრულ რეაბილიტაციას, რადგან არის საუბარი დაახლოებით არის აქ 80 ჰექტარამდე ტერიტორია, 200 მილიონამდე ინვესტიციაზეა საუბარი. დასაქმდება დაახლოებით 1000 ადამიანი. ჩვენი პირობა იყო, სასახა პირობა ესეთი, რომ დაახლოებით 80% მინიმუმ 80% უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლე დასაქმებული და დარჩენილი 20%-ის მენეჯმენტი და რაღაცა, ცხადია იქნება მათი მხრიდან. ხელშეკრულების პირობა არის, რომ 59 წლიანი იჯარით გაფორმდება ხელშეკრულება და როგორც გითხარით, ადგილობრივი მოსახლეობა იქნება მშენებლობის პროცესშიც დასაქმებული ეს და შემდეგ უკვე როცა ფუნქციონირებას დაიწყებს. ეს არის ცალსახა პირობა ჩვენი მხრიდან. როდის დაიწყება? აი არის თუ არა უკვე თარიღები დაკონკრეტებული? როგორც გითხარით, ესე იგი კვირის ბოლოს იგეგმება უკვე კონკრეტული მემორანდუმის გაფორმება უკვე ჩვენ დონეზე, ან ხარის დონეზე. რაც გახდება საფუძველი უკვე დიდი ხელშეკრულებაზე მუშაობის დაწყების, რომელშიც უკვე ჩაერთვება ეკონომიკის სამინისტრო და უკვე ეს პროცესები და როგორც კი ეს პირველი მემორანდუმი გაფორმდება, ისინი უკვე დღეს უკვე ჩამომიტანეს, რომ ჩინურ საინვესტიციო ბანკთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული და ის ბანკიც არის ჩართული, ჩინეთის განვითარების ბანკი უბრალოდ ის ბანკიც არის ჩართული და ის დოკუმენტიც წარმოგვიდგინეს ზუსტად ამ პროექტისთვის არიან ჩართული და აი ეს როგორც კი დაიწყება ეს მემორანდუმის უკვე დაწყებულია პროცესი ფაქტურად უკვე ეს ტექსტიც შევათავახებთ, რომელიც კვირის ბოლოს უკვე მზად იქნება და მოვაწერთ კვირის ბოლოს უკვე ხელს ამ პირველ ეტაპს. დიდი ხანია ამ ადგილს სწავლობ და ინტერესებული ვართ ამ ტერიტორიით, განსაკუთრებით კი თერმული წყლების რესურსით, რომელიც თელს მაშინ და საბჭოთა კავშირში ცნობილი იყო. გავაკეთეთ შესაბამისი პროექტები, მოხდება ცენტრალური ადმინისტრაციული შენობის და ბალნეოლოგიური ცენტრის რეაბილიტაცია, სახავს ტურისტების мозидвас. К нам подойдите, пожалуйста. Ко мне подойдите.